თავი მერვე. უთხრეს მას ეფრემიანებმა. რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს. გედეონმა მიუგო. მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს. ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა. მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა მან და მასთან მყოფმა 300-მა კაცმა დევნით დაღლილმა. უთხრა მან სუქოთელებს. დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა მიდიანის მეფეებს მივდებ, ზებახს და ცალმუნახს. უთხრეს სუქოთის თავკაცებმა. განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში ყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ. გედეონმა მიუგო. კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნახს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთ თხორცს. იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუბრეს, როგორც სუქოთელებმა. ფენუელებსაც იგივე უთხრა, როცა მშვიდობით დაბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს. ზებახი და ცელმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, 15,000-მდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა. დაღუპვით კი 120,000 კაცი დაიღუპა, მახვილი შემბმელი. გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობაღს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთ აგზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი. გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანდა. გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან. შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი. გავოკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის 77 თავკაცისა და უხუცესის სახელი. მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა ზებახი და ცალმუნაყი. ამად გამოიყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით, განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში ყვანან დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო? მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები. ფენუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი. უთხრა ზებახს და ცალმუნახს: რანაირები იყვნენ ისინი თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენაირები იყვნენ, ყველანი მეფის წულებს გავდნენ თვალტანადობით. გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედიშვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით. უბძანა იეთერს თავის პირმშოს, ადექი და დახოცესენ. მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო. უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარ მთვარეები მათ აკლემებს. უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილებმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან. გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე. უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთს აგთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დაბლიდან, რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ. მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან. 1700 შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარ მთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აკლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ცეცხლები კიდევ სხვა იყო. ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახეთ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს. დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს. თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ 40 წელი გედეონის სიცოცხლეში. წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში. 70 ვაჟი ყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა. შექემელი ხარჯებისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი. მოკვდა გედეონი იოაშის ძე. კეთილსიბერეში და დაიმარხა მამამისის იოაშის სამაღში აბიყეზერის ყოფრაში. გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერიდი. აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი
თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშე მომტრის ხელიდან. არც იერუბაალ გედეონის სახლს მიაკეს მადლი ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.